გამარჯობა მეგობრებო, დასაწყისში ვახსენებ იმას, რომ განსხვავებული შინაარსის ვიდეო მექნება, რადგან დღეს განვიხილავთ ცხვირის პლასტირს. საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და არა მარტო. ნახოთ გვეხმარება თუ არა სუნთქვის გაუმჯობესებაში. მანამდე შეგახსენებთ იმას, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, რადგან ვიყოთ მეტი და უფრო ძლიერები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიდეო არ არის რეკლამა. ამიტომ სახელს არ დავასახელებ კომპანიის, მაღაზიის თუ ვისგან შევიძინე აღნიშნული ნივთი. გუშინ შევიძინე ეს ნივთი. მეკეთა 24 საათი, ვარჯიშის დროს, ძილის დროს. მოდი ვნახოთ, მე კი ვნახე, მაგრამ თქვენთან ერთად ვნახავ. საკმაოდ ბევრი იდეო გამიკვირდა. ერთი გამოვიყენე უკვე. ერთი არა ორი, მეორე მეკეთა, მაგრამ სწორად ვერ გავიკეთე. მოვიძრე და ახალი დავიკარი. საკმაოდ მარტივი გასახსნელი არის, რაღაც ფილოსოფია არ ჭირდება. ორად არის გაყოფილი, წებო სადაც აქვს, ეგ უნდა ააძრო, ქაღალდი აქვს. წებოს რაც შეეხება ჩემი გამოცდილებით 4 საათი მაქსიმუმ. თუ დაიკრო ეგეც. ეხა მესმის ობიექტურობისთვის შეიძლება ვთქვა, რომ სხვა კომპანიებს შეიძლება განსხვავებული ის კონდეთ, ცხვირის პლასტირი, მაგრამ ერთი არის მაგნიტური თუ არ ვცდები რაღაც. გააჩნია მაგასაც როგორი წებო ექნება. თავარი ის არის, რომ ეკრობოდეს დიდხანს, რა თქმა უნდა. აი ესე უნდა დავიკრათ. ვერ მოგატყუებთ, რომ ამის ყიდვის შემდეგ რაღაც ამაზონი ჯუნგლების ჰაერ შეისუნთქავთ, მაგრამ დაუმჯობესებს სუნთქვას, რაღაც სხვიში გაჭდილი გაქვს რაღაცა. ვერ დაუკარგავ და ოდნავ ცვლილებას მართლა იგრძნობთ რა. იმასთან შედარებით, სულ რო არ გეკეთოს, იმას ნამდვილად ჯობს, რომ ოდნავ გაიმჯობესოს სუნთქვა. ძალიან ოდნავ. ოდნავ. ვარჯიშის დროს მეკეთა დიდი განსხვავება არ არის. ყოველ შემთხვევაში ნაგავი არ არის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არ არის რეკლამა, არ გადაუხდიათ ფული ამის გამო, რომ რაღაც განმეხილა და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, ერთი დღე და ღამე მეკეთა, 24 საათი. ძილის დროსაც მეკეთა, არ დავუკარგავ იმას, რომ ძილის დროს მართლა კარგი საშუალება არის. ჰაერის უკმარისობა თუ აწუხებს ვინმეს, ოდნავ აუმჯობესებს და ოდნავ მოგიგვარებთ ამ პრობლემას. სრულად არ ვამბობ, რომ სრულად რაღაცა შეცვლის თქვენ ცხოვრებას და ასე შემდეგ. 10 ქულიანი სისტემით რო შევაფასოთ, 0 იყოს ნაგავი, 5 იყოს სულ არაფერს ჯობს, 10 იყოს საუკეთესო. შევაფასებდი 10-დან, მოდი იყოს 7. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი, გამოიწერეთ არხი და ალაიქით ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.